მამუ ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უდანაშაულო ადამიანზე საუბრობ. ეს შემოუთვალა წერილობით ეს შემოუთვალა ანდრო ჭიჭინაძემ სინდისის პატიმარმა მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ ამას ანდრო ჭიჭინაძემ მამუ მდინარაძეს და ანდრო ჭიჭინაძე ამით კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ის არის მტკიცე მოქალაქე, ნამდვილი მოქალაქე და ეს წერილი საპატიმროდან იცით თქვენ თავის მხრივ ანდრომ დაწერა იმის გამო რომ მდინარაძეს აი ამ მამუკამ მდინარაძეს უთქვამს მე ჩავუდგები თავდებში ანდრო ჭიჭინაძესო წარმოიდგინეთ ამას ამბობს მამუკამ მდინარაძე რომელიც თავის მხრივ არანაირ საზოგადოებრივ ავტორიტეტს ჩვენთვის საზოგადოებისათვის თავისუფლების მოყარე საზოგადოებისათვის არ წარმოადგენს და არც შეიძლება რომ წარმოადგენდეს მისი დღევანდელი და არა მხოლოდ დღევანდელი პოზიციის გამო. ანდრო ჭიჭინაძე ამბობს ამით ამ პასუხით მამუ ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ უდანაშაულო ადამიანზე საუბრობ რომ ის ამ წყალობას ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ მამუკამ მდინარაძისაგან და ზოგადად ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდისაგან არ იღებს და ვერ მიიღებს მტკიცე მორალური ზნეობრივი პოზიცია ეს ანდრო ჭიჭინაძისა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ სიტყვებს მამუ ძალიან საყვარელი ხარ მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ უდანაშაულო ადამიანზე საუბრობ ხელს მოაწერებ და დარწმუნებული ვარ უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი სინდისის უკლებლივ ყველა პატიმარი. რაც შეეხება მამუ მდინარაძეს მე ვთქვი რომ ის არანაირ საზოგადოებრივ ავტორიტეტს არ წარმოადგენს მეთქი მათ შორის იმიტომ რომ ის ვიდრე ბოლო პერიოდამდე იყო არა მამუ არამედ მუმუ ტურგენევის პერსონაჟი გამახსენდა მე იმიტომ რომ გავსკიდეც ხო ასო ბგერებით მამუ მუმუ ის იყო ხმაგაკმენდილი ადამიანი ხმას არ იღებდა ვიდრე ბოლო პერიოდამდე აქ იგითხარით და შესაბამ არ იღებდა მათ შორის არც იმ პერიოდში როდესაც საზოგადოების ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი აპროტესტებდა წინა ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, შეცდომებს და დანაშაულებსაც არც თუ იშვიათ შემთხვევაში ეს უნდა ვთქვათ და აი მამუკამ მდინარაძე მაშინ კი ამდენად ცნობილია საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს. ცხადია ჩემი ვიდეო ბლოგი ახლა მამუ მუმუ მდინარაძეს არ შეეხება, თუმცა მე არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი ანდრო ჭიჭინაძეს, არ გადამეხადა მათ შორის ამ პოზიციის გამო დიდი მადლობა მისთვის და არა მხოლოდ მამუკა მდინარაძეს რომ უპასუხა იმ ანდრო ჭიჭინაძისათვის, არამედ უკლებლივ ყველასთვის, ვინც ახლა სინდისის პატიმარია. მე უნდა ვთქვა, რომ ამ რუსებს მამუკა მდინარაძეს და არა მხოლოდ ირაკლი კობახიძეს და არა მხოლოდ კახაკალაძეს და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და არა მხოლოდ ვერ გაუგიათ ერთი და მთავარი რომ მოქალაქეები რომლებიც არის თლა არიან საპატიმროში არიან გაცილებით თავისუფლები ვიდრე ისინი ვინც ეს მოქალაქეები დაატყვევა ანუ მამუკა მდინარაძე კალაძე კობახიძე სხვები და სხვები არიან გაცილებით შებორკილები შებოჭილები ბიძინა ივანიშვილი გაცილებით არათავისუფალია ვიდრე ეს მოქალაქეები. ახლა ეს ხარი არ არის მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის მთავარი თემა, რომელზეც მე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო თქვენი. მე ცხადია უნდა ვისაუბრო იმაზე, რაც მსოფლიო მოვლენა, ეს არის ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა და არა მხოლოდ საინაუგურაციო სიტყვა, რა თქვა ტრამპმა, ცხადია ეს მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია რა ბრძანებებს მოაწერა მან ხელი ოვალურ კაბინეტში შესვლისთანავე და მე ერთგვარად გავაერთიანებ თქვენის ნებართვით ამორ საკითხს ამორ ქვესაკითხს ერთ საკითხად გავაერთიანებ მე ვეცდები ვისაუბრო როგორც საინაუგურაციო სიტყვაზე ისე ბრძანებების ნაწილზე. კუბა გაგიკვირდებათ და აი ბევრი საყვედურობდა ტრამპს რომ კუბას არ ახსენებს. კუბა კვლავ გამოცხადდა ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ. ეს აქ არწყლებს კვლავ მინდა ვთქვა იმ მოსაზრებას რომ კუბა არ იქნება ტრამპის ფოკუსში. მის პოლიტიკას, ტრამპის პოლიტიკას, შეერთებული შტატების პოლიტიკას კუბის მიმართ დიდწილადთან ერთგვარად, გარკვეულწილად განსაზღვრავს კუბური წარმოშობის მარკო რუბიოს, რომელიც სახელმწიფო მდივანი გახდა იცით თქვენ, მიდგომებიც იგი ხომ არის კუბური კომუნიზმის ეხროდინდელი ჯერ კიდევ კაცრი მკვეთრი კომუნიზმის მძვინვარების კუბაში კომუნიზმის მძვინვარების დიდი მოწინააღმდეგე. კუბის პარალელურად აქ საინაუგურაციო სიტყვაც უნდა ვახსენოთ. ტრამპმა ღიად გამოაცხადა, რომ ის იწყებს ომს, პრაქტიკულად ომს იწყებს და
მართლა არც შეერაღებული ოპერაციებიც არ არის გამორიცხული. ტრამპი აქტიურად იწყებს ბრძოლას მექსიკური კარტელების წინააღმდეგ, აქ არ გულისხმობ მარტო საზღვრის გამაგრებას, ამედ გულისხმობ იმ საშინელებებს რეალურად მოდი ვიყოთ გულახდილები, რაც ხდებოდა და ხდება დღესაც დაწუნებული ვარ და გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ტრამპი ამას შეზღუდავს და შეზღუდავს კუბისა, უკასრავად მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარზე და ნარკოკარტელებთან დაპირისპირება ტრამპისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. უნდა ვახსენოთ ვენესუელას, ეს დიქტატორი მადურო ამბობს, რომ მე ძალიან მინდაო ტრამპთან ურთიერთობის დალაგებაო, თუმცა ჯერ კიდევ 2016-დან 20 წლამდე ტრამპის პოლიტიკა ვენესუელის მიმართ იყო კვეთრზე მკვეთრი და დარწმუნებული ვარ, რომ მადუროს ეს დალაგება ურთიერთობისა ტრამპთან, ტრამპის ადმინისტრაციასთან, შეერთებულ შტატებთან რასაკვირველია არ გამოვა. უნდა ვახსენოთ რასაკვირველია ისრაელიც. სხვადასხვა ეს იყო ერთადერთი თემა, როდესაც ფეხზე წამოუდგა საინაუგურაციო სიტყვაში ტრამპს პრეზიდენტი ბაიდენი, როდესაც ტრამპმა ახსენა ძევლების განთავისუფლების აუცილებლობა და თქვა, რომ მე მივახცევ ამ ყველაფერსო. ბაიდენი სწორედ მაშინ ადგა, სხვა ყველა პასაჟის დროს ბაიდენი, კლინტონი, მეუღლესთან ერთად ობამა, რომელიც არ ჩანდა კადრში, ბუშიც კი, რომელიც რესპუბლიკელია. ხო, ისინი ფეხზე არ ამდგარან, აი მთელი დარბაზი იდგა ფეხზე და აი სხვა პასაჟების დროს ტრამპისა ეს 4 ლიდერი კი ფეხზე არ ამდგარან, რამდენიმე კიდე სხვაც, მაგრამ ამ 4 ლიდერს გამოვარჩევ. აი ერთადერთი საკითხი, როდესაც წამოდგა ფეხზე ბაიდენი და კამალა ჰარისი, ასევე კლინტონი და ასევე ჰილარი კლინტონი, ასევე ობამა და ასევე ბუში, თავის მეუღლესთან ერთად, ობამა არ იყო მეუღლესთან ერთად იცით თქვენ, ამ უკანასკნელის აბადობის გამო, წამოდგა ბაიდენიც კი. სხვა მე გულახდილად გეტყვით, შემეცოდა ბაიდენი ერთგვარად, როგორია ხო ადამიანი, იმიტომ რომ საინაუგურაციო სიტყვის დროს ბაიდენთან მიმართებაში ტრამპი იყო უმკაცრესი, ესეთი არაპოლიტკორექტულიც არ უნდა იყო, მეთქი ესე ვიტყვი, ანუ გადაუარა და უდგებოდა დარბაზი ფეხზე. ხო, აი ეს იყო ერთადერთი საკითხი და ეს ძალიან კარგია. ბარემ იმასაც ანუ ეს ხო თქვი რომ ადმინისტრაციის მიმართ ძალიან მკვეთრი იყო, მეთქი ისევ ისრაელთან დაკავშირებით ტრამპა სანქციები მოუხსნა ისრაელს, კერძოდ დასავლეთ ნაპირზე პალესტინის მიმართულებით ებრაული ახალ შენებული სივრცეების დაარსებიდან გამომდინარე დაწესებული სანქციები უკვე გააუქმა ტრამპმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელი იქნება შეერთებული შტატების მთავარი დასაყრდენი და ისრაელი იქნება ფორპოსტი, როგორც მოსალოდნელი იყო შეერთებული შტატებისა და დასავლური სამყაროს შეერთებული შტატებისა ახლო აღმოსავლეთში და ასაკურია ისრაელს არავის არასოდეს არ დააჩაგრინებს. მესამე და მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის ალბათ არის ის, რომ შეერთებული შტატები დატოვებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. ხა ეს რატო არის მნიშვნელოვანიო, ვინმე იკითხავს, სადაც ჩვენ გავიარეთ COVID პანდემია, მთელ მსოფლიო გავრცელებული ჩინეთიდან, მაგრამ ეს ხო მნიშვნელოვანი პასაჟია, ხა ბევრი ფიქრობს, რომ ეს COVID პანდემია იყო საფრის ბუშტი, მაგრამ ამას ამ კუთხით არ ვლაპარაკობ ახლა. COVID პანდემიის დროს ძალიან ბევრი დადასტურებული, ასე შემიძლია ვთქვა, კორუფციული გარიგება, კორუფციული ამბავი მოხდა მსოფლიოში, ეს ტრამპის ადმინისტრაციას, ტრამპს პერსონალურად ძალიან აღიზიანებდა, მას ჰქონდა გაკეთებული განცხადებები ამასთან დაკავშირებით წინა საარჩევნო პერიოდში და ახლაც უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დატოვებით ის ამბობს, რომ არ ითანამშრომლებს არ იქნება ამგვარი ორგანიზაციების პარკლებში, რომლებიც კორუფციულები არის. მე ხოთხე და მნიშვნელოვანი საკითხი რამაც გაღაფრთოვანა ელონ მასკი, ხო, რომ ცხადია იცოდა ძირითადი ასპექტები ყოველ შემთხვევაში საინაუგურაციო სიტყვისა, მაგრამ იქაც არ დამალა საკუთარი ემოცია, ეს არის მარსის კოლონიზაციის ამბავი. ასტრონავტების გაგზავნა მარსზე, ეს ძალიან ახარებს აკითხავთ ელონ მასკს, თუმცა ასევე საინტერესოა ის, რომ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ღია თამამი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კოსმოსის დაპყრობასთან მიმართებაში ის არ დაუთმობს არაფერს ჩინეთსა და გააქტიურებულ ჩინეთსა და
ჯერაც აქტიურ რუსეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკის მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. უკრაინა ბევრს გული დასწყდა იმის გამო, რომ ტრამპმა საინაუგურაციო სიტყვაში არც არაფერი თქვა უკრაინაზე და არაფერი ისაუბრა, თუმცა რაც თქვა ტრამპმა არა უკრაინაზე, არამედ სხვა საკითხებზე, რამდენიმე პასაჟი მინდა გამოვყო, ერთი პასაჟი სულ მინიმუმ, კერძოდ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებისა და შესაბამისად მე უკვე გაიაფების საკითხზე მისი პასაჟი ეს გაცილებით მნიშვნელოვანი უკრაინული, პროუკრაინული გზავნილია, ანტირუსეთული გზავნილია, ვიდრე ესე ხსენება სადღეგრძელოურად თუ სადღეგრძელოს გარეშე უკრაინისა, რომ ჩვენ დაუჭერთ მხარს, ბაიდენიც ამბობდა, რომ ჩვენ დაუჭერთ მხარს, ბაიდენიც ამბობდა, რომ რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ბაიდენიც სპირდებოდა ბევრ რამეს უკრაინას, მაგრამ იცით თქვენ, რომ ბაიდენმა პრინციპში ვერ შეასრულა საკუთარი სიტყვების უმრავლესობა უკრაინასთან მიმართებაში. აი ტრამპი არ ახსენებს უკრაინას ყოველ შემთხვევაში საინაუგურაციო სიტყვაში, თუმცა ნავთობისა და გაზის ბუნებრივი აირის შესაძლო გაიაფება განაპირობებს იმას, რომ მოსკოვი უკვე ნერვიულობს. სხვადასხვა ლოტმა რომ ნერვიულობს, ამის დასტური არის ლოთი რო ყავთ მედვედევი, ლოთია, ხო? არაფერი იცვლება უკრაინის ახსენების, ესეთი პანელი გაჩნდა. ლოტმა მედვედევმა თქვა, რომ რუსეთს შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა, მისი აზრია და ხო, და შესაბამისად ჩემი აზრით, მივდივართ იქამდე, რომ ტრამპი აიძულებს რუსეთს ამ მოლაპარაკებების გამართვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟია. თუმცა, აი რა ბანერიც გამოჩნდა ახლა, ხო, ძალიან საინტერესო საკითხია, იზრუნებს თუ არა ტრამპი პუტინის სახის შენარჩუნებაზე, არ ვიცით. არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ exit მისცენ პუტინს ისეთი, რომ მათ სახეს შეინარჩუნოს, რომ თქვას, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და ამოწურა რუსეთმა ის ამოცანები, რაც დაისახა ამან 2022 წელს მიზნად, თუმცა ნუ გაუჭირდებათ პუტინის სახის შენარჩუნება, იმიტომ რომ თავისუფალი სიტყვა არსებობს, სიტყვის თავისუფლება არსებობს, გამოხატვის თავისუფლება არსებობს და უკლებლივ ყველა ვის არ დაეზარება დასცინებს პუტინს იმ შემთხვევაში, თუ პუტინი დამარცხდება უკრაინაში და ის გარდაუულად დამარცხდება. სხვა შორის პუტინი არ ვიცი და ტრამპის ერთ პასუხს უკვე შემდგომ ინაუგურაციის შემდგომ ჩავიკითხავ სწორედ პუტინს ეხება, შეუძლებელია აღფრთოვანებული იყოს პუტინიო, ამბობს ტრამპი, ეს მას კარგად არ წარმოაჩენს, ფიქრობ ის, ანუ პუტინი, უკეთ იქნება თუ ამომს დაამთავრებს ჩვენი სტატისტიკით, შეერთებული შტატების სტატისტიკა იგულისხმება, თითქმის მილიონი რუსის ჯარისკაცია მოკლული, დაღუპული, ხოლო დაახლოებით 700,000 უკრაინელები ამ უკანასკნელ მონაცემს არ ეთანხმებიან, რუსეთი უფრო დიდია, ცხადია ესეა, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ქვეყანა ამ გზით არ იმართება და არ ვითარდება, მე ამას უკვე ვამატებ, მეორე მხრივ ომის ეკონომიკის არსებობა პუტინს სჭირდება მათ შორის, იმიტომ რომ საკუთარი შიდა პროპაგანდა აწარმოოს და ამ რელსებზე გადართოს, რომ შიდა ბუნტები არ ქონდეს. ომი სჭირდება პუტინს იმისთვის, რომ შიგნით არ იყოს მათ შორის დამარცხებული ან ვერ გამარჯვებული ჯარისკაცების ბუნტი, მათ შორის ესეთი ბუნტი მოსალოდნელია მათი მხრიდანაც ერთგვარად მოსახლოდნელია, ვინც ახლო აღმოსავლეთი მნიშვნელოვან წილად არ დატოვა და რუსეთის შესუსტდა კი არა პრაქტიკულად დამარცხდა ახლო აღმოსავლეთში. აქვე ვიტყვი, ხო, სამართლიანი მშვიდობის გარეშე კი საერთოდ არაფერი არ გამოვა. სამართლიან მშვიდობაში მე ვგულისხმობდა არა მხოლოდ მე 91 წლის საზღვრებზე უკრაინის გასვლას, იმ შემთხვევაშიც კი თუ დროებით გაიყინება კონფლიქტი, რას მე პირადად წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ შესაძლოა მე ვცდები, გაალღების პროცესი დაიწყება ძალიან მალე და უყურებლივ ყველა ილაპარაკებს კვლავ გააგრძელებს საუბარს ეგრეთ წოდებულ სამართლიან მშვიდობაზე. ამ მხრივ აკითხეთ 91 წლის საზღვრებზე გასვლას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა. ხო, კიდევ ერთი საინტერესო ტაქტიკური ნაბიჯი უნდა ვახსენოთ ტრამპისა, უკრაინას ოდნავ მოგვიანებითაც დაუბრუნდები წესით. საინტერესო ნაბიჯი კი არის ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნების ბიუჯეტის ზრდას, სამხედრო ბიუჯეტის ზრდას ითხოვს ტრამპი.
ეს 2000 არ არის ახალი გზადელი 2018 წელს გახსოვთ თქვენ მისი შეპირისპირება მერკელთან და სტოლტენბერგთან ითხოვდა 2%-ს ამის შემდეგ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ევროპულმა სახელმწიფოებმა გაზარდეს ბიუჯეტი შეიარაღებაზე და მაგრამ არა ყველა და თუ მართალიც არის ტრამპი თუ შენ გრძნობ ევროპა იგულისხმება ეგზისტენციურ საფრთხეს მომდინარეს რუსეთიდან მაშინ პორტუგალია რო ხარჯავს გასაგებია პორტუგალიას არ ახავს პრაქტიკულად არავინ მოწინააღმდეგე ესპანეთი ერთი მოსაზღვრე სახელმწიფო და ესპანეთი მას თავს არ დაეწყება მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად თუ ამერიკა გაიღებს 4-6%-ს თავდაცვის ხარჯებისთვის და ზრდის როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო ხო პორტუგალიამაც კი უნდა გაიღოს 2% მაინც და არა 0.3%. ხო აქ არ იქნება მეტი ჩინეთი, მეტი ირანი, მეტი რუსეთი ამაზე ოდნავ მოგვიანებით გადავალ, როცა საქართველოს საკითხს შევეხები. ივანიშვილს აქვს იმედი, თქონდა და აქვს იმის იმედი, რომ ტრამპი და პუტინი შეხვდებიან და გარდაუვალია შეხვედრა მაინც და რუსეთი თიც კი არა თათს დაადებს, ლაპას დაადებს საქართველოს და იტყვის რომ ეს არის მისი ტერიტორია და მისი სივრცე და ამით ამოიწურება ეს საბოლოო თუ დიდხნიანი კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს კავკასიასა და საქართველოსთან მიმართებაში ეს ცხადი ასე არ მოხდება მათ შორის იმიტომაც რომ აი აქ უკვე უნდა ვახსენოთ სწორედ ჩინეთი შეერთებული შტატები არ დაუშვებს არა მხოლოდ რუსეთის გააქტიურებას კავკასიის რეგიონში თორე საქართველოს მნიშვნელოვანი სახელმწიფოა პორტპოსტი იყო და არის დასავლეთისა ამ რეგიონში არამედ არა მხოლოდ რუსეთის არამედ ჩინეთის და რუსეთის გააქტიურებასაც შესანიშნავად ხდება ნებისმიერი ადმინისტრაცია და მათ შორის ტრამპის ადმინისტრაცია ალბათ საუკეთესოდ რომ მეტი რუსეთი ნიშნავს მეტ ჩინეთს ამ რეგიონში მეტი რუსეთი აი შეგვიძლია ამოვანათოთ სწორედ ეს ბანერი ხო მარკუშები პუტინის პარტნიორებისათვის ეს მნიშვნელოვანია მაგრამ აი ის ბანერი რომელიც ჩინეთსა და ირანს ეხება აქ არ იქნება ჩინეთი მეტი რუსეთი მეტი ირანი და მეტი არადემოკრატიული სივრცე შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ნებისმიერს და განსაკუთრებით განსაკუთრებელია ტრამპის ადმინისტრაციას ეს გასიგრძე განებული აქვს მეტი რუსეთის დატოვებით შემოყვანით ავტომატურად ნიშნავს რომ ჩინეთიც უნდა იყოს უფრო მსუხეთ წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში შავი ზღვის რეგიონში ეს კი შავი ზღვა უკიდურესი ზღვა იცით თქვენ ნატოსი და უკიდურეს ზღვაში მეტი ჩინეთი, მეტი ირანი და მეტი რუსეთი გასაკვირველი წარმოდგენილი არ უნდა იყოს. აქ რუსეთის შემოყვანა არ ნიშნავს კლავ მეორე მხოლოდ რუსეთს კავკასიაში და აქ სომხეთის უნდა ვახსენო, არ მოვაწერდა ბაიდენის ადმინისტრაცია სტრატეგიულ ხელშეკრულებას ხელს სომხეთთან, რომ არა იმედი და დარწმუნება იმაში, რომ სომხეთიც უნდა შეიყვანონ დასავლურ სივრცეში, ხოლო თავის მხრივ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, უკვე რომ მოდიოდა იმ ადმინისტრაციასთან, ანუ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე, აქედან გამომდინარე მოლოდინი ივანიშვილისა და ბევრი მათ შორის რუსეთში და საქართველოშიც ვაღიაროთ, რომ ჩვენ ჩაგვაბარებენ, ჩვენ და უკრაინა ჩაგვაბარებენ, ეს ფუჭი არასწორი მოლოდინია, ცხადია ხო უშუალოდ ტრამპისთვის ჩვენ ვიქნებით რაღაც მეათე ხარისხოვანი სახელმწიფო, თუმცა ტრამპის გარემოცვა ჩვენზე რასაკვირველია ხშირად და ბევრს ისაუბრებს და არა მხოლოდ კონგრესმენ ვილსონს გულისხმობ, არამედ ის სტაფიც, რომელიც კავკასიის რეგიონზე იქნება პასუხისმგებელი. ეხლა სხვანაირადაც ვიტყვით უგდებავთ, ხო? ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ამბავი. ერთი ამბავი კი არის ამგვარი. თუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ გვაბარებს თუ სწორი სიტყვა რუსეთს შეერთებული შტატები ეს არ გამოვა თუ ჩვენ ვგავართ. თუ ჩვენ ვიდგებით ქუჩაში, ისევე როგორც უკრაინელები იომებენ, ჩვენი ჩაბარება როგორც ასეთი არ მოხდება. ანუ ხალხი უნდა იდგეს ქუჩაში 91 წლის აგვისტოს ამბავი მახსენდება უკრაინისა რადაში გამოვიდა ჯორჯ ბუში უფროსი მან წარმოთქვა ძალიან ცნობილი სიტყვა იმასთან დაკავშირებით chicken speech ესე ქვია ხო იმასთან დაკავშირებით რომ უკრაინა დარჩეს საბჭოთა კავშირში მაგრამ უკრაინელი ხალხის ბრძოლამ დაავალდებულა მათ შორის ბუში უფროსი რომ 92 წლის იანვრის დასაწყისში ეცნო უკრაინის დამოუკიდებლობა და დაყრდნობდა უკრაინის რეფერენდუმს გამართულს 91 წლის დეკემბრის დასაწყისში ასე რომ თუ იბრძვის ხალხი უკრაინაში თუ იბრძვის ხალხი
საქართველოში თუ იბრძვის ხალხი მოლდოვაში, სომხეთში და ასე შემდეგ, ბელარუსში დასავლეთი როგორც წესი ამ სივრცეებს არ ტოვებს. ახლა მე ჩავიკითხავ ბიზინა მივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი ელჩის საფრანგეთში, საქართველოს ყოფილი ელჩის, ხელისუფლების ელჩი არასწორი სიტყვა, բայց საქართველოს ელჩის ყოფილი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის საჯარო პოსტის ერთ მონაკვეთს დიპლომატი წერს ბატონ ბიზინას, რომელსაც ვერ დავუკარგავთ გამჭრიახობის უნარს, თუმცა მე ვუკარგავ, გულახდილად გეტყვით, ის გამჭრიახი არ არის, იმიტომ რომ აღარ არის, იმიტომ რომ ბევრი რამეში შეცვლა და არასწორ პროგნოზებს, რაც სულებს აკეთებს. კარგად დაწუნებული ვარ, კარგად ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა ის პოლიტიკური არასტაბილურობა, ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე რისკები ქვეყნისა და მისი პოლიტიკური მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მე ერთგვარად მეთანხმები ბატონ გოჩას და უდასტურებ პატივიცემას, მაგრამ მეორე მხრივ არ მეთანხმები. მე მგონია მაინც რომ ის ძირგამომპალი ბაობაბია, არა ბაობაბი ჩვეულებრივი, ფესვგადგმული, არამედ ძირგამომპალი ბაობაბი. დიახ, გეტყვით იმასაც, რომ ბატონ ივანიშვილი ემზადებოდა სანქციებისათვის, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ვერ გათვალა, ხო? და ასე მაგალითად ქონების გამოტანა ვერ მოასწრო თავიდან ბოლომდე, მიუხედავად ოფშორების შესახებ კანონის მიღებისა. ხო? და ეს რომც მოახერხოს ბიზინა ივანიშვილმა ეს მას ვერ გადაარჩეს, იმიტომ რომ დასავლეთი კვეთრად და მკაცრად არის განწყობილი პუტინის მიმართ ცხადია შეერთებული შტატები, მაგრამ ასევე პუტინის ყველა პირდაპირ თუ ირიბი მოკავშირის მიმართ და არ დაგვაგვიწყოს რომ ივანიშვილი დასანქცირდა როგორც რუსეთის მოკავშირე. ანუ არა, იმიტომ რომ არა მხოლოდ იმიტომ რომ ოლიგარქია გაარჩენები გააყალბა რაღაცა დემოკრატიული რეჟიმი დაამყარა, საქართველოს ჩააბარა რუსი. არა, არამედ იმიტომაც რომ ის აი ამ დასაბდისკრიფშენში, ხო დასაბუთებაში არის სანქციების ნაწილში ის, რომ ის პუტინი კი არ რუსეთის მოკავშირეა. ხო, აქვე გამოვთქვათ თამამ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი ხო დასასჯელია, აი ხა აგაშია მის საქმე, მაგრამ ვიდრე მას დასჯის დასავლური სამყარო, ხო? და ის რთული დასასჯელია, მანამდე კისერს მოუგრეხს, მარყუჟებს მოუჭერს ყველას, ვინც პუტინის პარტნიორია, მადუროს, ლუკაშენკოს, სხვებს და სხვებს, აი გაგიკვირდებათ და ევროპელ იმ ლიდერებსაც კი, რომლებიც თითქოს თურქენ ნამდვილად იყვნენ დაპატიჟებული ინაუგურაციაზე, მაგრამ ორბანი ტროას ცხელია რა გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში და რუსეთის პარტნიორია, ტრამპისთვის ის პარტნიორი არც ეხლა არ არის, მაგრამ არც მომავალში ასაკურველია არ იქნება. და აქ მე უნდა გავიხსენო ორბანის მარჯვენა ხელის ბატონი როგანის დასანქცირება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც თავის მხრივ შეატახვა ეს სანქციები ასაკურებელია ტრამპის ადმინისტრაციას. ხო, მოკლედ პუტინის დასჯამდე, როგორც ჩანს, დემოკრატიული სამყარო დასჯის პუტინის მოკავშირეებს და ბიზინა ივანიშვილი არ იქნება მათ შორის უკანასკნელი, მე ვარაუდობ, რომ ის იქნება ერთ-ერთი პირველი. მე ანუ ვიწროვდება, ესე მგონია მე ბიზინა ივანიშვილის გარშემო მარყუჟი და არა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილის გამო, ბიზინა ივანიშვილის დასჯამდე ყველა ვინც მასთან არის ერთგვარ ალიანსში, კოაბიტაციაში, არიგებაში, რაღაცა ქიმიურ თუ არაქიმიურ პროცესებში, ხო? ყველა იქნება დასჯილი და ერთ-ერთი მათგანი მაგალითად ირაკლი რუხაძე, რომელიც ალბათ ცდილობს გარკვეულ განშორებას ივანიშვილისაგან, მაგრამ ეს არ გამოუვა მეთქი, ესე უნდა ვივარაუდო. მეორე მხრივ ნახოთ გამოუვა თუ არა, ესეც სათქმელია. ეხლა და აი საბოლოო წინადადება კი ამგვარია, უკვე 24 წუთიანი ვიდეო ბლოგის. საბოლოო წინადადება არის ამგვარი. ბიზინა ივანიშვილს მე მგონი რომ აღარ აქვს გამოსავალი. ანუ მან უნდა გაწელოს პროცესი და გაამკაცროს, გააძლიეროს ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ რაც უფრო გააძლიერებს, მით უფრო მძიმე იქნება მისი ხვედრი და აქ ხვედრში მე სამ ადამიანს ვახსენებ. ის ამთავრებს ჩემი წარმოდგენით, ან როგორც ასადი, ანუ მიიპატიჟებენ და შესაძლოა მოწამლონ გადარჩეს ან ვერ გადარჩეს, ან როგორც იანუკოვიჩი, რომელიც გაიქცა და ახლა რუსეთშია, თუმცა მოწამლული არ არის, ან სამი მეოთხესაც ვახსენებ თუ ნება, ან როგორც მილოშევიჩი, ან როგორც კადაფი, ან როგორც ჩაუშესკუ,
ერთ-ერთი გზა, სულ რაღაც ამგვარი გზები არსებობს 6-4-5-6-7, ხო, აი 4-5 პერსონა ვახსე. ხო, განსხვავებულად ვინც დაამთავრა. ან ამთავრებს ისე როგორც დაამთავრა ადოლფ ჰიტლერმა, იმიტომ რომ ადოლფ ჰიტლერის მასშტაბის არის, ან ადოლფ ჰიტლერის მსგავსად სასტიკია, რასაკვირველია არა, მაგრამ ჰიტლერმა და როგორც დაამთავრა ვიცით და აქ ეხა ერთ შეთქმულების თეორიაში შემოვიდნენ, ის შეთქმულების არა რაღაც ვერსიაში შემოვიდა ჰიტლერის დამთავრების, ჰიტლერის დასრულების თაობაზე, ის სულაც არ დასრულებულა 20 აპრილს, აგვისტოს თანახმად ის გაიქცა არგენტინაში და ამას გულისხმობ, როცა ბიზნა ივანიშვილი გაიქცა არგენტინაში და 60-იანი წლების 64-მდე თუ არ ვცდები იყო ცოცხალი. მე ამ ვერსიის არ მჩერა, მაგრამ ამ ვერსიით ბიზნა ივანიშვილის კარიერის თუ პოლიტიკური კარიერის დასრულებას გულისხმობ. რასაკვირველია, ყველაფერი იქნება კარგად, თავარია ვიმეორებ, თავარია ვიდგეთ, მტკიცეთ. ნახვამდის.